დღემშვიდობისა რადიომეტის დღის არხის ფორმატში განმაგრძოთ მუშაობას. თბილისის დროით 15 საათი უკვე 18 წუთი გახლავთ რადიომეტის სტუდიაში ჩვენ ანალიტიკოს ბატონ დავით ჩიხელაძეს მასმენძლობთ. გამარჯობა. მადლობა მოწვევისთვის, გამარჯობათ. ბატონ დავით, მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და ჩვენი დიალოგი ალბათ უნდა დავიწყოთ იმ ფაქტით, რომელიც დაფიქსირდა რამდენიმე წუთის წინ მეზობელ აზერბაიჯანამდე, ანუ კავკასიის რეგიონამდე მოაღწია იმ საბრძოლო მოქმედებების ტალღამ, რომელსაც ბოლო რამდენიმე დღეა ჩვენ ვაკვირდებით და ნახეთ, რომ ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვარდა მართვადი უპილოტო საფრენი აპარატი, სხვა ინფორმაციით სამი ცალია აფეთქებული და საგულისხმოა ერთი მომენტი, რომ ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი და ზოგადად ეს რეგიონი მდებარეობს ახლოს ირანის საზღვართან. ბაქოდან ამ აეროპორტამდე დაახლოებით 3 მანქანო გზით არის 700 კილომეტრამდე სავალი და უბრალოდ ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის ასე ვთქვათ აზერბაიჯანის შუაგული ნაწილი და ეს არის ირანისკენ მოსაზღვრე და შეიძლება რაღაც კუთხით დაგვეშვა კიდევაც რომ გადაცდომა იყო საზღვარზე და შემთხვევით დავარდა, მაგრამ ის რომ საერთაშორისო აეროპორტია ამ ლოგიკაში და წინასწარმსჯელობაში ალბათ შემთხვევითობის ელემენტს გამორიცხავს. ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ დაიბარა ირანის ელჩი მათთან და აზერბაიჯანმა თქვა, რომ უპასუხოდ ამას არ დატოვებენ და განცხადება იყო, რომ საპასუხო ზომებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დასაცავად მივიღებთო. რა იგულისხმება ამაში ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ზოგადად რეგიონში შემოფრინდა უპილოტო საფრენი აპარატი. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, რაც შეეხება თქვენს შეკითხვას. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი კონტექსტი, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად მიკროფონთან ახლოს თუ შეიძლება. დიახ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად ირანმა განაცხადა ომის დაწყებიდან, რომ მისი მიზანი არის იგივე მეზობელ სახელმწიფოებში ამერიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაბომბვა და განადგურება. ნახიჩევანის შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის არის საწყისი წერტილი დერეფნისა, ზანგეზურის დერეფანი, რომელშიც ამერიკამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და რომელიც მან უნდა მართოს, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ეს პირდაპირ უნდა იყოს კვალიფიცირებული როგორც არა დარტყმა აზერბაიჯანს ცალკე აღებული. არამედ დარტყმა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტზე და ეს უნდა განვიხილოთ როგორც იგივე სამხედრო ბაზაზე დარტყმა თუ მოხდა სხვა ქვეყანაში, ეს რომ იყო შემთხვევითი გასროლა და ეს შემთხვევითობა რა თქმა უნდა მსგავსი შემთხვევითობების ამჯერად არ არსებობს და იყო მიზანმიმართული დარტყმა სიგნალი იმისა, რომ ირანი ამერიკულ ინტერესებს, ასე ვთქვათ, ამერიკულ ობიექტებს ყველგან მიწუდება, მათ შორის მის მეზობელ აზერბაიჯანში. და სწორედ აქედან მომდინარეობს ჩემი პოზიციაც არის, რომ აქედან მომდინარეობს ეს განხორციელებული დარტყმა და ეს არ შეიძლება გადაეზარდოს უფრო რაღაც ფართო მასშტაბიან სამხედრო ესკალაციაში, რადგან ირანისთვის აზერბაიჯანთან საკუთარ კარგი ურთიერთობა აქვს და ამ ეტაპზე არ წარმოადგენს პრიორიტეტს დაძაბულს ურთიერთობა მეზობელ აზერბაიჯანთან. ბატონო, მით უმეტეს რომ კიდევ ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც შეიძლება გართულდეს და აი ამ სიტუაციაში ირანისთვის შეიძლება ნაკლებ მომგებიანი იყოს. იმ აზერბაიჯანელებზე ვსაუბრობ, რომლებიც იქ ცხოვრობენ, და ზოგადად სირთულეებზე, რომელიც სამეზობლო პოლიტიკაში ორ ქვეყანას შორის არის. თელევადიან პერსპექტივაში იგივე აზერბაიჯანთან ურთიერთობის გამწვევა გამოიწვევს ავტომატურად თურქეთთან გამწვევებას, რადგან იქ უკვე არის საერთაშორისო ინტერესები, ტრანზიტული ინტერესები და ეს რა თქმა უნდა ამ ეტაპზე არ შედის ირანის ინტერესებში, რომ საწყისივე ეტაპზე ფრონტის ხაზი ასეთ ფართოდ გაშალოს და მას უკვე გაუჩნდეს რამდენიმე ცხელი კერა. მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის გაშლის შესაძლებლობებს ჩვენ უკვე სამწუხაროდ ხედავთ, იმიტომ რომ არაბული ქვეყნები გარშემო გარკვეულ ქალაქებში აფეთქებები ვიხილეთ და საინტერესო დეტალია გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქეთისკენაც მიწვდა ირანის რაკეტები, თუმცა შემდეგ უკვე ირანმა თქვა, რომ თურქეთის მიმართულებით მას არ უსრია და ესეც საინტერესო. აბა ვინ ისვრის? აქ დიახ, უბრალოდ აქ ბევრი ფაქტორი ახლა როგორც წესი პროპაგანდა ვინ არის ვინც ირანის სახელით ისვრის? არა, შესაძლოა არის დაინტერესებული მხარე მრავალია, ვისაც თვლობს, რომ ირანს მაქსიმალურად ბევრ ქვეყანასთან დაეძაბოს ურთიერთობა. ეს შესაძლოა იყოს გასროლი ჭური, რომელიც არ იყო გამიზნული თურქეთისთვის და მის ტერიტორიებს კი ცდებოდა. ან იყო უბრალოდ არის ხოლმე ტექნიკური შემთხვევები, როდესაც მართვას კარგავს გარკვეული
შეიარაღება და შესაძლოა მიზანს აცდეს. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ირანი ისვრის დღეში რამდენიმე ასეულ ბომბს, ასევე უპილოტო საფრენ აპარატს და ასე შემდეგ, იქ ცდომილება რომ ერთეულის შემთხვევა იყოს, რომელიც კონტროლს დაკარგავს და ტექნიკური წონით, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ერაყში ჩამოვარდა უპილოტო საფრენ აპარატი, რომელიც არ აფეთქდა და ფაქტობრივად სრულყოფილ მდგომარეობაში დაეცა მიწას. ამიტომ ეს ნიუანსები არსებობს და თვითმიზანი ამ ეტაპზე ირანისთვის ნამდვილად არ იყო თურქეთს თავდაცვა, თორე ეს რო ყოფილიყო, მერწმუნდით იქ ერთი ბომბით არ შემოიფარგლებოდა, ერთი რაკეტა არ შემოიფარგლებოდა და ეს პროცესი გაგრძელდებოდა მანამდეც მიიტანდა იერიშს. თქვენი როგორც ანალიტიკოსის ბატონ დავით, ახლა სხვა საინფორმაციო წყაროების მიმოხილვით, კითხვით, გაცნობით, როგორი არის თქვენი აზრი, როგორი გიყალიბდებათ შემდეგ ასპექტთან მიმართებაში? ირანში მიმდინარე პროცესები და ზოგადად ეს რეგიონი არის ნავთობის თვალსაზრისით სოფლიო ბაზარზე დომინანტი, მომარაგებელი და თავარი მარაგებით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა. ნუ იქით ვენესუელაზე აღარაფერს ვამბობ, უბრალოდ აი ამ სივრცეს განვიხილავთ ჩვენ. და ის რუტე რომელსაც აკონტროლებს ირანი და რომლის სრულად გაჩერების და დიდხნიანი გაჩერების შემდეგ გლობალურად ვიგრძნობ თქვათ ნავთობზე ფასების მატებას. თქვათ ყველა საბრძოლო მოქმედებას რა თქმა უნდა ეკონომიკური მდგენელი ახლავს და საინტერესო არის რომ მაგალითად ამერიკის ბირჟებზე ამ ომის ფონზე და პარალელურად ჩვენ ვერ ვხედავთ რაღაცა კატასტროფული ზრდა კი არ ყოფილა. ხო, ანუ არ ჩამოშლა არის არც ხო, ანუ ნავთობის ფასის ბოდიშის გაგაწყდა ნავთობის ფასის ზრდაც როგორც წესი პანიკურ შემთხვევაში უფრო მეტად ხდება ხოლმე და ამ შემთხვევაში ეს არის ესეთი პროგნოზირებადი ზრდა. მეც აქეთ მიმყავს საუბარი რომ თქვათ ინდექსები საერთაშორისო სავაჭრო იქ არ არის ქაოსი, არ არის რაღაცა არმაგედონი იქ არ არის თითქოს პროცესები მიდის და ნავთობზეც ნუ რაღაცა 10-20 დოლარით გაძვირდა თუ არ ვწდები და ესეც რაღაც ისეთი ახმადობა ნუ დროებითი მოვლენა. მოკლედ საით მიმყავს კითხვა რომ რამდენად ფიქრობთ რომ ეს რადგან ეს ეკონომიკური ასეთი ასპექტები ჩანს, ხო არ ფიქრობთ რომ რაღაცა გასაგებია რომ იდეაში კონტროლის შესაბამისად მოქმედებს და ის რაც შეიძლება არა სამხედროს და რიგით მოქალაქეს ქაოტური ეჩვენებოდეს სამხედროებისთვის ეს რაღაცა განსაზღვრული წერტილებია, მაგრამ აი ეს კონტროლირებადი ბრჭყალებში საბრძოლო მოქმედებების ელემენტები რამდენად მაღალია და მეორე აი რელიგიური ასპექტიდან გამომდინარე თუ ეს ბრჭყალებში ვიღაცის მხრიდან მართულიად რაღაც გეგმას მიყვება ხომ არ შეიძლება რომ ამ კონტროლიდან გავიდეს, იმიტომ რომ იქ რელიგიური ასპექტების შემთხვევაში საერთოდ სხვა მოცემულობა შეიძლება მივიღოთ რეგიონში. რაც შეეხება ფასების დინამიკას და იმას რომ ამ ეტაპზე არ შეიმჩნევა გარკვეული პანიკა ბაზრებზე იმის დამსახურებაა რომ პირველ რიგში რამდენიმე თვის უკან იყო 12 დღიანი ომი და ისე მოლოდინები არსებობს რომ ესეც რამდენიმე დღიანი იქნება მოკლევადიანი რადგან ბოლო პერიოდში ანუ ხანგრძლივი ომი ირანთან ფაქტობრივად არ ყოფილა და ბოდიში ბატონ დავით მაშინაც ბევრი იყო საუბარი იმაზე რომ ორივე მხარემ ამ შემთხვევაში ამერიკამაც და ირანმაც ნუ ისრაელის ჩათვლით ყველა მიმუშავა თავის შიდა პუბლიკაზე ამან ესროლა საქმე გააკეთა იმას საპასუხოდ ისროლა თქვა რომ დავანგრიეთ და შეიძლება ითქვას რომ ყველა მხარე იმ კონკრეტულ მონაკვეთში იყო მომგებიან პოზიციაზე და ყველამ რაღაც სარგებელი ნახა გარკვეული სარგებელი. დღევანდელ სიტუაცია სამწუხაროდ განსხვავებულია, მას თუმცა ეს აღნიშნული სრუტი არ დაკეტილა და მათ შორის არ მოხდა ნავთობ ბაზების და საბადოების დაბომბვა და ამიტომ ეს ომი ისეთივე მოკლე ვერ იქნება. რადგან აქ შემოვიდა ერთი არის ეს რელიგიური საკითხი, როდესაც უკვე მოხდა ირანის ლიდერის, მათ შორის რელიგიური ლიდერის და შიიტების ლიდერის ზოგადად ლიკვიდაცია ამას ესე მარტივად ვერ შეგვება ირანელი ხალხი და ეს შესაძლოა გადაადგილოს ფართომასშტაბიან კონფლიქტში, რა თქმა უნდა. მეორე მდგენელი აქ რაც არის რომ ეს ნავთობის კუთხით პირველ რიგში ეს თვითონ ირანს უნებს რეალურად. რადგან ირანის შემოსავლით დიდი წყარო არის გაზი და ნავთობი, ანუ გაზით ის არის მეორე ადგილზე მსოფლიოში რეზერვებით, ნავთობით არის მესამე ადგილზე. სანქციების ფონზეც. სანქციების ფონზე და მისი ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი არის ჩინეთი. დიახ. და ეს ყველაფერი უფრო მეტად ურტყამს ჩინეთის ეკონომიკას, იმიტომ რომ რეალურად დაახლოებით 80% იქ წარმოებული ნავთობის მიდიოდა ჩინეთში. და არა იმდენად ევროპულ ბაზარს. რა თქმა უნდა საერთაშორისო ფასები მოიმატეს, მაგრამ უფრო მეტად პანიკური, ასე ვთქვათ, შემთხვევებმა დაფიქსირდეს ჩინეთის კუთხით,
რადგან მათი ეკონომიკა პირდაპირ არის მიბმული ირანის ნავთობზე. და რაღაც თვალსაზრისით თუ კი ბარელი ნავთობის ფასი პირობითად 150-200 $-მდეც მივა, ეს მერე ეკონომიკური სირთულეების სახით იგივე ამერიკისთვისაც არ არის მომგებიანი, ხო? იქაც მივა ამერიკის კონტინენტზეც. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ომი აზარალებს ზოგადად მსოფლიოს. ეს შეუძლია ღიად ვთქვათ. მაგრამ ამ ეტაპზე ყველა არის რაღაც გარდან მაყურებლის პოზიციაში, უყურებს მოვლენების დინამიკას, რადგან ჩვენ ახლა ხედავთ, რომ რეალურად მაინც მიმდინარეობს საჰაერო მარტო ომი. სახმელეთო არ არის, იქ ანუ 1-2 შემთხვევით გარდა არ არის სახმელეთო შეჭრები, როგორც ახლა ისრაელმა ლიბია შეჭრა, მაგალითად, მაგრამ ის არ ყოფილა რაღაც ფართო მასშტაბის. ამიტომ ერთხელ საჰაერო დაბომბვა და ეს საჰაერო ბრძოლას ამ ეტაპზე არ შეუძლია რეალური ზიანი მიაყენოს რომელიმე სახელმწიფოს. რადგან საჰაერო ბრძოლით ჯერჯერობით მსოფლიოში მარტო ერთადერთი შემთხვევა რომ შეეცვლა ხელისუფლება იყო იუგოსლავიაში. ანუ ყველას აქვს იმედი რომ მიუხედავად იმისა რომ საჰაერო ბრძოლა გრძელდება, შესაძლოა იქ ნავთობის მოპოვების კუთხით გარკვეულ ეტაპზე საფრთხე არ შეიქმნას. აქედან გამომდინარე, მოვლენებს უყურებენ, აკვირდებიან და ალბათ თუ ომი გაგრძელდა მინიმუმ 1 თვე კიდევ, შემდგომ ჩვენ ნახავთ, რომ როგორი წარმოება ექნება საუდის არაბეთს იგივე, როგორი წარმოება ექნება სხვა ქვეყნებს, ყურის სხვა ქვეყნებს. თუ იქ წარმოება იგივე დარჩება, რა თქმა უნდა, ევროპას არ შეეხება, მაგრამ თუ უკვე იქ იმდენად დაიძაბა სიტუაცია, რომ მოპოვება გახდა პრობლემური და ყოველდღიური მოპოვება შემცირდა, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა, იმოქმედებს ზოგადად მსოფლიოს და ევროპას და მაშინ უკვე მოიმატებს საწვევის ფასს და ზოგადად სამოხმარებლო კალათაც შეეხება. თქვენ საფეხმავლო არმიის ჩართულობის ელემენტზე ისაუბრეთ და სახმელეთოზე და ამის პირველი მცდელობა, ნუ გავრცელებული ინფორმაციებით ჩვენ ვიხილეთ ფაქტობრივად აგერ კურთების მცდელობა, რომელიც როგორც ირანი იუწყება, რომ სათავეშივე აღმოფხვრეს, ასე ვთქვათ, საზღვრებზე მათი შემოსვლის შესაძლებლობა და ხო ამ ელემენტის გარდა სხვა სახმელეთო ელემენტი ჯერ არ ამოქმედებულა. ჯერ არ ამოქმედებულა და ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუსტად კურთებთან ნაწარმოებს ამერიკის ადმინისტრაცია მოლაპარაკებს, რომ როგორმე ისინი ამერიკის მხარდაჭერით შევიდნენ ირანში. რადგან რეალურად და ამის გამოცდილება არაერთი არსებობს ბოლო წლების განმავლობაში. და მათ სურვილიც აქვთ, რომ ირანში შევიდნენ, თუ მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ აქ ერთ ნიუანსია, რომ რატო არ ექნება ფართო მასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია. რეალურად იმით დავიწყოთ, რომ ტრამპმა ომი რომ დაიწყო, აქ უნდა მათ ჭირდებოდა ნებართვა. და იქ ამერიკის ანუ კონკრეტულად მისთვის ნებართვა არ მიუწია. მაგრამ სენატმა მერე უკვე ეს თემა ისევ გააჩერა საჭიროება. გარდა ამისა, ტრამპის პოზიციები ამერიკაში არის საკმაოდ შეუსწავლელი, მის რეიტინგი საკმაოდ დაბალი და ასევე ახალ ომს ამერიკაში დაახლოებით 18-20% ეთანხმება სხვა მოწინააღმდეგე ჰყავს. გარდა ამისა, ვიცით რომ ამერიკა სახმელეთო ოპერაციებში მთლად ძლიერი ვერ არის, რადგან ის დამარცხებული გამოვიდა ავღანეთიდან, დამარცხებული გამოვიდა ვიეტნამიდან და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ირანის სამხედრო პოტენციალს, ირანის მდებარეობას, დიდი ალბათობით სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში უამრავი ამერიკელი შეიძლება ბევრად მაღალი არის შანსი შედეგიანობისა საჰაერო ბრძოლების ვიდრე სახმელეთო ლანდშაფტიდან დაწყებული დანაკარგი ხდება ძალიან დიდი და შედეგი ხდება მინიმალური ამ შემთხვევაში. ხო. ნუ საინტერესო დეტალი ის არის, რომ მაგერ პოლიტიკომ გააუცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა პენტაგონს თხოვს, რომ 100 დღით უზრუნველყოს მხარდაჭერა საბრძოლო მოქმედებებისა. ნუ ესეც კარგ პროგნოზს, ასე ვთქვათ, ამის შესაბამისად ჩვენ ვერ გავაკეთეთ, მაგრამ თქვენ ახსენეთ ტრამპი, თქვენ ახსენეთ რეიტინგები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ძალიან ბევრი პირდაპირ და ხმამაღლა აკეთებს განცხადებას, რომ ეს ამერიკისთვის შეიძლება ნაკლებად მომგებიანია ახლა ამ პროცესების ასე გაგრძელება და უფრო მომგებიანია იგივე ისრაელისთვის, მათი პარტნიორისთვის და ბევრი ამის გამო ხო პრეტენზიას უყენებს იგივე ტრამპს. მაგრამ აი ამ მოცემულობაში რა შეიძლება იყოს პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი სცენარი, ან როგორი შეიძლება იყოს ეს სცენარი ტრამპისთვის, იმიტომ რომ არჩევნებიც მოდის მერე. რეალურად ტრამპს აქვს საკმაოდ უცნაური ეგო და მას ჭირდება გამარჯვება. სხვა შედეგი არ აკმაყოფილებს. მაგრამ ეს გამარჯვებაც ისეთი თემა, როგორი შეიძლება იყოს. ვენესუელაში, როცა ეს ვენესუელაში გაგზავნა რაზმი და იქ მოახდინეს პრეზიდენტის მოტაცება, ასე ვთქვათ, ამან ის რაღაც დაარწმუნა, რომ ის არის ყოვლის შემძლე და ის ტრაბახობდა და ამაყობდა, რომ დაახლოებით რაღაც 2 საათში უსიცხლოდ მოახდინა ქვეყნის ლიდერის წამოყვანა. შესაბამისად, ახლა თავის ილუზიებში ცხოვრობს და მასაც
გათვლა ქონდა ის რომ მარტივად დაამთავრებდა რამდენიმე დღეში ირანში საქმეს, იქ შეცვლიდა ხელისუფლებას, დასმოდა თავის მისაღებ ადამიანს და ეს აისახებოდა მის რეიტინგებზე ძალიან კარგად. რადგან ჩვენ თუ ნახავთ ბოლო დროინდელ ტრამპის ვიდეოებს, მისი ეს ქადმაღლობა, მისი ტონი, რიტორიკა, რომელიც მას ქონდა რამდენიმე დღით ადრე და რომელიც მას ახასიათებდა ბოლო წლების განმავლობაში, სადღაც გაქრა. მას ეს რიტორიკა აღარ აქვს, მის ტონი შერბილებულია და ისეთი თამამი ვეღარ არის განსხვავებული როგორც ადრე იყო. ის უკვე მიხვდა რომ სადღაც შევიდა ისეთ მოედანზე, სხვის მოედანზე შევიდა, სადაც გამარჯვების შანსი არის მიზერული. მის ნომრებიანი არის ერთადერთი. გამარჯვება მინიმუმ ირანმა გამოაცხადოს შეთანხმებაზე მზადყოფნა, ის რაც თავიდან ჰქონდა ამერიკას პირობები, რომ მან შეწყვეტოს ბირთვულ ეს მინიმუმი არის ბირთვული პროგრამაზე მუშაობა და შეჭრდეს რაღაც ეს კონფლიქტი. ეს არის მინიმალური მისთვის და მაქსიმალური არის რომ შეიცვლოს მთლიანად რეჟიმი და იქ იყოს უკვე სხვა მმართველობა. მაგრამ დღევანდელი მოცემულობით ტრამპს ამ თავისი მიზნის მიღწევის საკმაოდ მიზერული შანსი რჩება. რადგან მან ვერ გათვალა ირანის ერთი სამხედრო პოტენციალი, მათი შესაძლებლობები და რაც თავია რელიგიური საკითხი. რადგან დღეს უკვე ეს კონფლიქტი თუ გადაიზარდა, გადავიდა რელიგიურ ჭრილში, ეს არ იქნება მხოლოდ ირან-ამერიკის ურთიერთობა და ომი. ეს იქნება ზოგადად შიიტების ბრძოლა და რაც უკვე გამოიწვევს კიდევ უფრო შეამცირებს ამერიკის გამარჯვების შანსებს. და მათ შორის ამერიკაში უკვე ბევრი მასაურობს, რომ მაგალითად დღევანდელი მოცემულობით 3 მილიარდი არის დახარჯული ამ 5 დღეში, რაც ომი დაიწყო ირანში. ეს არის გაუმართლებელი ხარჯი, რადგან რეალურად ამერიკაში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ფაქტები არის და შეგვიძლია გადავამოწმოთ, უამრავი სოციალური პრობლემა არსებობს. და იქ ხალხი ბევრი მართლა გადარჩენას იბრძვის და იგივე უსახლკაროების პრობლემა, გზების პრობლემა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, როცა შენ ხარჯავ თან არაეფექტურად ამხელა თანხებს და ეს მილიარდები ყოველდღურად იზრდება და ემატება. ეს ყველაფერი შენს ამორჩევლებს, რა თქმა უნდა, ეწევს ძალიან ნეგატივს და ტრამპი არის ფაქტობრივად ვაბანკზე უნდა წავიდეს, თუ მას უნდა შემდგომ არჩევნებში მოძლებრო, ან მაქსიმუმი გაიღოს და ნახოს ადამიანამდე მიაღწევს რასიზმს. ან საწყის შევე უკვე ამ უახლოეს დღეებში უნდა დაჟეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და შეეცადოს მაქსიმალურად თავის პოლიტიკის გატარები და თავისთვის მისაღები ზავი შესთავაზოს ირანს. ესეც საგულისხმო იყო, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი კომენტარს აკეთებდა, თქვა, რომ ის ვინ შეიძლება ყოფილიყო, თქვა, პოლიტიკური ლიდერი, ყველა დახოცილია, აფეთქებების შედეგად. და მაშინ აი ამ სცენარით ვინ შეიძლება იყოს, ვინც პირობითად რეჟიმს ჩაანაცვლებს, რაზეც თავიდან იყო საუბარი. და რეჟიმი თუ არ ჩანაცვლდა და იგივე რეჟიმი, რომელიც სიცოცხლის უნარიანობის აჩვენებელს ჯერ აჩვენებს და აჩვენებს, და თქვათ ამ რეჟიმმა განაცხადა, რომ ბირთვულ იარაღზე ხელს ავიღებთ, რაც ალბათ გამორიცხულია. ისინი მაინც გააგრძელებენ მიწისქვეშ ამ ბირთვულ იარაღზე მუშაობას, ეს ძალიან მარტივია. ერთადერთი ამ დროისთვის განსაკუთრებული შედეგიანობა, რაც შეიძლება იყოს ალბათ ეს სამხედრო სპეციალისტების შეფასების საგანია, ის რომ აგერ ისრაელმა წუხელოც გაავრცელდა, ხშირად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები სულ ყველგან ამას ურტყამენ და აფეთქებენ, ანადგურებენ და შეიძლება ბალისტიკური რაკეტები ქონდეს 100 წელი, 200 წელი, არ ვიცი, მაგრამ თუ ეგ მაგის სპეციალური დამსრული არ აქვს, ეგ ჩათვალე ქონია ან არ ქონია. შეიძლება ესეც ერთ-ერთი კომპონენტი არის ალბათ, მაგრამ ჯამში ხო ესეც არის ტრამპის გამარჯვება რა ფორმაციის შეიძლება იყოს, ანუ ესეც ძალიან რთულად გასაგებია. შეიძლება თავის გეგმა აქვს, რასაც ჩვენ არ გვეუბნებიან, არ ვიცით და გამარჯვებაში სხვა რაღაცას ნახულობენ ან შეაფასებენ. მე არ მინდა ახლა შევეხო 2008 წლის ომს, მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წელს წაგებული ომი გვაზე იმის და გავიმარჯვეთ გვითხრეს. ამიტომ როგორ მიაწოდებს საზოგადოებას ტრამპი ამერიკულ საზოგადოებას და რა დაარქმევს გამარჯვებას, შესაძლოა მან თქვა, რომ ჩემი მიზანი რაღაც კონკრეტული, ანუ გზადაგდა მოიფიქროს რაიმე მიზანი, რომელსაც მიაღწევს რეალურად, ჩემი მიზანი სწორედ ეს იყო. და ამის გამო ვიბრძოდი და ამას მივახცე, როგორც თქვა, რომ ჩვენ როცა იყო ახლა რაღაც 12 დღიანი ომი, მიზანი იყო, რომ ირანს შეეწყვიტა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა და ამ მიზანს მივახცე, მაგრამ ერთ წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მიზანი თურმე არ არის მიღწეული და ტრამპი იტყვებოდა მაშინ. შესაბამისად, შესაძლოა ახლა რაიმე ხელოვნურად მოიძებნოს მიზანი, რომელიც შესრულდება და დააჯერებს ხალხს, რომ ეს არის მათთვის გამარჯვება.
რაც შეეხება ლიდერის შერჩევას, ყველაზე მოწადინებული ასე ვთქვათ იყო შაჰი, რომელიც აპირებდა რომ ირანში ჩასულიყო და ის ყოველი რაღაც კონფლიქტის დროს ირანში მზად არის ჩავიდეს და თავის ხალხი მართოს, მაგრამ ტრამპაც მის ოცნებებს ცივიწყალი გადააცხადა ბრძანა რომ კიო კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მე სხვათგან ვიხილავო. ირანში სხვა მხრივ ოპოზიციურ ფლანგზე თვითონ ირანში არავინ არ ჩანს ეს ლიდერი, რომელიც შესაძლოა ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს და დღევანდელი მოცემულობით პირიქით ამ ომმა მოახდინა ხალხის კონსოლიდაცია, მართველი გუნდის ირგვლივ და უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს მართველი გუნდს და ესენი ამბობენ რომ ირანისთვის იბრძვიან და იქ აღარ არის ოპოზიცია პოზიციაზე საუბარი. რაც შეეხება იმას რომ სიცოცხლის უნარიანია ირანის მართველები, აქ ერთი ნიუანსია რომ რამდენიმე დღის წინ როგორც ირანის ოფიციალური პირმა გაავრცელა ინფორმაცია თითოეულ ლიდერს ყავს 3 ადგილმონაცვლე შერჩეული სიცოცხლეშივე. შესაბამისად, თუ ეს ადამიანი გარდაიცვლება, ან მოკლავენ და მეორე და მესამეც, ანუ ერთ ადგილზე წინასწარ იციან 4 ადამიანი, ვინ მოიაზრება. აქედან გამომდინარე ის რომ იქ მოკლეს ერთი ლიდერი და 2 ლიდერი და ამით ჩამოიშალა სახელმწიფო, ესე არ მოხდება და ერთი ნიუანსი ვინ შესაძლოა იყოს ლიდერი არის ქალთა ორგანიზაცია საფრანგეთში, რომელსაც გუშინ გამართა ბრიფინგი და როგორც მოიაზრებენ და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს მისი გააქტიურება და მისი გამოჩენა ესე ფართო სცენაზე იყო სწორედ ამერიკის ადმინისტრაციის მხარდაჭერილი და შესაძლოა ქალთა ორგანიზაციის ლიდერი მოიაზრებოდეს ირანის შემდგომ ხელმძღვანელად. ირანიდან ეს ის სახელმწიფოა, რომელსაც სპარსეთის იმპერიის სახით ძალიან ბევრ საუკუნოვანი გამოცდილება აქვს მართვისა და ეს გენეტიკური კოდი ცოდნისა ალბათ ესეც არის კარგება. შეიძლება დღეს მის მოწინააღმდეგეებს ბევრად უფრო მაღალი ტექნოლოგიის რაკეტები და სამხედრო აღჭურვილობა აქვს და ამის დემონსტრირებას ჩვენ ვხედავთ. რამდენი ბალისტიკური რაკეტის გადაჭერა მოახერხა იგივე რკინის გუმბათმა ისრაელისამ, ხო, ტექნოლოგიებში უპირატესობა ჩანს იგრძნობა, თუმცა ეს ისტორიული გამოცდილება ირანის მმართველობითი სისტემისა იდეა ყოველთვის ძლიერია ვიდრე გარკვეული სამხედრო. ამას დრო გვაჩვენებს ამ შემთხვევაში. და აქაც იდეა უფრო და ბატონო დავით, ჩვენ ნახეთ რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან ბოლო 5 დღის განმავლობაში პირობითად ეპშტეინის ფაილები საერთოდ არ არის განხილვის საგანი. რა თქმა უნდა, ალბათ არავის დავიწყებია, მაგრამ ცენტრალური წამყვანი პუნქტი საინფორმაციო ტრიბუნებზე ეს არ არის გამოშვებებში. ამ კითხვას რა ჭრილში გისვამ ჩვენ ამასობაში ვისმინეთ გუშინ პოლიტიკური პინგ-პონგი გაცხადებებისა, რომ ამერიკამ თქვა რომ ესპანეთმა თითქოს უარი გვითხრა, მაგრამ დაგვთანხმდებაო, მე ესპანეთის პირველი პირი აკეთებს განცხადებას, რომ სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ სივრცეს ვერ გამოიყენებთო. ამასობაში ჩვენ ნახეთ რომ მერცი მე მგონი ერთ-ერთი პირველი ევროპიდან ჩადის გერმანიაში, გერმანიის პირველი პირი ჩადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, არ ამბობს რომ ხარია ომში, მაგრამ ფაქტობრივად მისი განცხადებებით ხარი დაუჭირა და აღნიშნა რომ რეჟიმის წინააღმდეგია ის ირანის და მე ვნახე ჩვენ საფრანგეთში აბსოლუტურად სხვა ტიპის განცხადებები და ის რაც იყო თქვათ ბებერ კონტინენტთან ტრამპის ადმინისტრაციის დაპირისპირების ელემენტების სახით რასაც ხედავდით, აი აქაც ეს მოზაიკურად გამოჩნდა. მოკლედ ესეთი ეპშტეინის ფაილებიდან გამომდინარე ის მორალური ასპექტი, რაც კითხვის ნიშნებს აჩენდა ბევრი მიმართულებით და ამასობაში პოლიტიკური პინგ-პონგისა და დაპირისპირების ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ელემენტების ერთიანობაში, აი ახლა რა კომპოზიციას ხედავთ ურთიერთობის შესაძლებლობისა? ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ, რადგან რეალურად ევროპა ტრამპის ამ გადაწყვეტილებას რომ ის დაცმოდა ირანს არის შეურაცხყოფილი. რადგან ევროპის ლიდერებმა რამდენიმე საით ადრე გაიგეს ან რამდენიმე წუთით ადრე რომ უნდა მოხდარიყო თავდასხმა ირანს. და რადგან არ ჩააყენა საქმის კურსში ამერიკამ ევროპის ლიდერები, ეს აღიქვა ის რომ ევროპამ ამ გლობალურ პოლიტიკაში ევროპის როლი თუ აქამდე ეჭვი ჰქონდა რომ იყო მინიმალური, დღეს დადასტურდა რომ ევროპას არავინ არაფერს არ ეკითხება. ნინობით რეჟიმში განიხილება. ჩვენ და სამწუხაროდ არავინ არაფერს არ ეკითხება. ეს იქიდანაც კარგად ჩანს რომ იგივე ესპანეთთან დაკავშირებით ტრამპმა თქვა რომ კი ესპანეთის პოზიცია არის რომ ჩვენ არ გვაძლევს უფლებას გამოიყვანოთ მისი ბაზები, მაგრამ ჩვენ გამოვიყენოთ მაინც ესპანეთის ბაზებს. ეს კიდევ ნიშნავს რომ ევროპას უკვე უყურებენ როგორც ზემოდან რაღაც ვასალის პოზიციაზე.
რადგან დღეს ევროპა დამოკიდებულია დიდწილად ამერიკაზე, თორე ევროპას აქვს კონფლიქტი აქ უკრაინის სახით და იქ რომ არ იყოს ამერიკის კონტრიბუცია, მათ შორის იარაღითა და ფინანსური, ევროპას ფიზიკურად რესურსი არ აქვს, რომ ეს კონფლიქტი მართოს, უკრაინას დაეხმაროს და ეხლა 90 მილიარდის დახმარებაზე ხედავთ, რომ ევროპა ვერ ჩამოყალიბდა. ძველადიან პერსპექტივაში ტრამპი რას თხოვს ევროპისგან? ამ ეტაპზე ტრამპი ითხოვს ევროპისგან, რომ ის შეუერთეს მის სამხედრო ოპერაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კონფლიქტი დამთავრდება და ის მოიცლის ევროპისთვის და ამიტომ ევროპასაც მოუწევს გარკვეული საფასურის გადახდა იმისთვის, რომ ის ეურჩა ტრამპს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. თავის მხრივ ევროპაშიც არ არის ერთიანი პოზიცია. ევროპა ცდილობს დიპლომატიური ნაბიჯებით და დამკვირვებლის როლში ყოფნას და ამ ეტაპზე ამბობს ნეიტრალიტეტს შეინარჩუნოს და სტანდარტული ფრაზები მომხრევათ რომ ეს კონკრეტული პროტოკოლური კი მალე დასრულდეს. ბატონ დავით, ჩვენი დიალოგის ბოლო ნაწილში კიდევ რამდენიმე კითხვა მინდოდა ამისო, მაგრამ ამდენს ვერ მოვასწრებ და ბოლო ნაწილში სწორედ აი ამ მიმდინარე გლობალური პოლიტიკური პროცესების კონტექსტში მინდა გამოეხმაუროთ და შეაფასოთ ქართული დელეგაციის ვიზიტს ვაშინგტონში. და აი აქ იგივე ვაშინგტონთან აი ურთიერთობის თვალსაზრისით ამან რა კონტურები შეიძლება გამოავლინოს, რა შესაძლებლობები და მოკლედ რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში რა ღირებულება გააჩნდა ამ ასეთ მნიშვნელოვან დროს ამერიკაში ვიზიტთან საკუთარ მაღალი ტონის შეხვედრები მიანიშნებს, რომ საქართველოს ამერიკისთვის ისევ არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, სტრატეგიული საერთო მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში. დღეს ჩვენ რეგიონში ვართ საკმაოდ მომგებიან პოზიციაში, გვაქვს შვიდობა, რომელიც მხოლოდ ჩვენთან არის შენარჩუნებული, გვაქვს ლოჯისტიკურად საკმაოდ კარგი პოზიციები და ამერიკის შეერთებული შტატები ხედავს, რომ ჩვენი დისტანცირებით რეალურად შესაძლოა მან კავკასიას დაკარგოს გავლენა, რადგან კავკასიის განვითარების ღერძი არის დღეს საქართველოში. და ჩვენ იგივე თუნდაც ევროპასთან კომუნიკაციის კუთხით, ევროპასთან ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდებით. ამიტომ ჩემი პროგნოზია, რომ ეს შეხვედრები რაც გაიმართა ამერიკაში აჩვენებს საქართველოს მნიშვნელობას, იმას, რომ საქართველოს ამერიკას არ არის მეორე ხარისხოვანი და ამერიკას აქვს მზაობა ის გარკვეული გაუგებრობა რაც იყო ჩვენს ურთიერთობებში გადაიხედოს, გადაიტვირთოს, რადგან ჩვენ გვაქვს წინა ადმინისტრაცია ელემენტარული არც კი ხვდებოდა ქართულ დელეგაციას და თუ რამე შეხვედრა იქნებოდა ეს იყო მე-4 მე-5 დონის პირთან შეხვედრა. ამ ეტაპზე ეს შეცვლილი არის. აქ მანამდე სხვა ქართული მაღალჩინოსნაც ჰქონდათ ამერიკაში ვიზიტი და საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები და ეს ყველაფერი მიუწევს ბოლო დროს გააქტიურებული შეხვედრები, რომ საქართველოს რაღაც ამ გაურკვეველი პერიოდის ეტაპიდან გამოდის და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა გადატვირთვასთან უკვე ახლოს არის და უახლოს მომავალში უნდა ველოდოთ იგივე ელჩის დანიშვნას, გადატვირთვას და რაღაც ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას. ოღონდ რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა დაიწყება საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენ არ მოგვიწევს ამერიკის პირობებზე დათანხმება. მადლობა. აბასობაში გვანიშნებენ ჩვენი საეთრო დროც ამოიწურება. მადლობა თქვენი პოზიციის გაზიარებისთვის. რადიო ემედის სტუდიაში ჩვენ ანალიტიკოს ბატონ დავით ჩიხელიძეს მასპინძლობდით და ჩვენი მასთან დიალოგი რადიო ემედის Facebook გვერდზე აიტვირთებთ.